იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. შენ თავს ფიცავარ, ისევ ნერვიულობ თათია. აი, მოიცადე, მოყევი ეხა წესიერად, რა გითხრა რომ დაგირეკა? გოგო, მოკლედ მითხრა რომ გადავწყვიტე რომ საბოლოოდ დავშორდეო რა, იმიტომ რომ მეტი სატანა აღარ შემიძლიაო. ტირო და შენ თავს ფიცავარ. აი, რა გეხოცები, ციკო, კიდე მაგის გჯერა რომ ეგოდესმე იმას იმ ცხოველს დაშორდება? მე რამდენით იძახის მაგას? რავი, ეხლა მართლა გაგიჟებულია რომ აი ამას თვითონ მოყარეო არა. აუ რავი. მაგრამ ნუ კაი, მეც დავიჯერებ. ოღონდ იმ დეგენერატს დაშორდეს და მართლა მეწოდება ეს რა. ანუ უთავ ეგეთი იყო თამუნა? ესეთი გახსოვს? არასდროს გოგო, ვინ არის? იმიტომ რომ დეგენერატ იმ პირუთხმა უქნა ყველაფერი. კაუ არ ვიცი, ანუ მოკლედ მოვა და თვითონ გვეტყვის ყველაფერს რა და როგორ არის. ოღონდ მართლა მაგას გამორიცხულია გოგო, აი გამორიცხულია რომ მე იმას შეურიგდე. ეს იყო გოგოებო ბოლო. თქვენ თავს ფიცავარ, ეს იყო ბოლო. მე ამას გიოს აღარ ვაპატიებ არასდროს. კაი, ისე მოიცარა. ეხლა მე რამდენით იძახი ამას უკვე? არა, თათი ეს ბოლოა მართლა შენ თავს ფიცავ. აი მოყევი ეხლა რა მოხდა ეგეთი. გოგო რა მოხდა და თავის მაკაცები ყავდა რა სტუმრად ამოიყვანა და სუფრა რო გაუშალე მარილის დადება სუფრაზე დამავიწყდა და ამაზე ავყევით ერთმანეთს. მე? ისტორია მოყევი თავიდან ბოლომდე რა მოხდა? ანუ ხო, კაი, აი თავიდან. ხო, ანუ დაგავიწყდა. გიოს ბავშვობის მაკაცები სუფრა გავუშალე, ყველაფერი მიუტანა და მარილის მიტანა დამავიწყდა. ხო და ეს რო შეამჩნია გიომ, რო სუფრაზე მარილი არიდო, სუფრაზე მარილი რატო არდევსო და როგორც იცის ხოლმე რა, ის პატარა საფერფლე მესროლა. ვაიმე. ხო და ეს საფერფლე რომ ესროლა მე თავი გავწიე და ავიცილე რა და ამაზე სულ გაგიჟდა რატო აიცილეო და ჩემს მაკაცებთან რატო შემარცხვინეო. აი, დეგენერატი არა. ხო და გამიყვანა ოთახში და მირტყა და მირტყა. აი პირუთხვია ეგ. მართლა ცხოველია, ეგ ხო ადამიანი არ არის გოგო. თან როგორ თხოვდი, შენ თავს ბიცავარ სახეში ნუ მირყამ გვერდებში მირტყით ხო და არა, თავისი გაიტანა მაინც. მოიცა ერთი წუთი, გვერდებში მირტყი სახეში არა რას ნიშნავს, ანუ გვერდებში რატო? იმიტომ რომ მეტყობა სახეზე. ვაიმე, შენ ვაიმე. და ანუ მარტო მაგიტო გაბრაზდი რომ გვერდებში არ დაგარტყა და სახეში დაგარტყა თამუნა? არ იყო გასაბრაზებელი? მაჩვენე რა ერთი წუთი. არ დამარტყა. არა, მაჩვენე. როგორი შეშინებული? შეხედი ამას. გოგო შეშინებული. ჩვენ მაგ შენ თავს ვიცავარ არ გეწყინოს რა ესე ხელი რომ მოაქვს ვიღაცას მგონია რომ დამარტყა. რა, კარგი რა, ხო გეუბნებოდით რომ ეგ არის მოძალადი ადამიანი და არ გჯეროდა ჩვენი და არ გვიჯერებდი. აი ხო ხედავ სადამდე მიიყვანი საქმე. ჯერა, ეგ არის მოძალადე და მე მაგას აღარ შეურიგდები. ეს იყო მართლა. აი ხო იძახი რომ არ შეურიგდები. აი მაინც არ მჯერა რომ შენ მაგას არ შეურიგდები. რაღაცას გიკეთებს ეგ ბიჭი მე. რას მიკეთებს? აღარ შეურიგდები. არა, მორჩა, თუ ხო ამბობ რომ აღარ შეურიგდები. აღარ შეურიგდები. არც უნდა შეურიგდე, იმიტომ რომ არ უყვარ ხარ ეზიზღები და აი რავი რა შამდე შეურაცხყოფას გაყენებს კიდე რა. აი რომ ეს სიყვარულზეა ლაპარაკი გოგო. რანაირად შეიძლება რომ სამარილი აიღრე თუ საფერფლე თუ რაც გამოგიქარა და აი არა ეგრეც არ არის ეხა ცია რა. აი რა და მე რომ მიმეტანა სამარილე და მარილი სუფრაზე ხო არ მოხდებოდა ეს ამბავი არა? ანუ ცოტა ჩემი ბრალიც არის ეხა რეალურად შეხედეთ რა. რეალურად ვუყურებს და ვუყურებ ჩემს თვალს. რატო ამართლებ? ეს არ არის ნორმალური საქმე. არ ვამართლებ, არა. თამუნა, ხო თქვი რომ შორდები. შორდები გითხარით, შორდები. უეჭველი ხო? მაგრამ თან ამართლებ ხო? აღარ ვამართლებ. აი სხვათაშორის გადავიდეთ. აუ რა კაი სათვალეა ისე ძალიან მომეწონა შენ თავს გაგა ხა? ეგ გიომ მაჩუქა სხვათაშორის ნახე რა კაია. მე როგორ მოხდა რომ რაღაც გაჩუქა? იმას დაგიფარავსო რა. აი ნახე. გიო მაჩუკა. ანუ ისევ გიო მაჩუკა ისევ მგონია რომ შეურიგდები. შეურიგდები თამა გიოს ეთუთუნები. არ შევურიგდები მეთქი, თათია გამორიცხულია.
აუ კარგი გოგო, აი რა სისულელეებს იტან საერთოდ რო არ უყვარხარ. აი კაი, ნუ ყველაფერი გასაგებია. არ უყვარხარ. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელსაც უყვარდე, აი ამდენს გილაწუნებდეს, გირთყავს რაღაცებს გესწოროდეს. გოგო, ნუ იმაზე შევთანხმდეთ, რომ აღარ შეურიგდები და არ ვაპატიებ, მაგრამ არ უყვარხარ და მაგიტო გცემს. ცოტა კალორიშური ხო არ არის გოგო? ეს ბედა გოგო, შენ მართლა გათავხე. წარბიც რო აწია ამას უყურე. ანუ შენ ფიქრობ რომ უყვარხარ და მაგიტო გცემს? აბა შენ რატო არავინ გცემს? გოგო, რა უნდა ცემოს? ვერ არის ეს. იმიტომ რომ არავის არ უყვარხარ. და შენ უყვარხარ და მაგიტომ გაქვს თვალი ამ დღეში გოგო. ხო, ნუ ეხა ნუ დაიბოღმები თქვენ შეუყვარდებით ვინმეს ალბათ ოდეს. ღირსი ანუ გონია რომ ეს სიყვარულია. არა, ღირსი. აი ეს სიყვარულია, მაგრამ დავანებოთ გეხვეწერ ამას. ავი, აღარ მინდა გიოზე და სიყვარულზე ლაპარაკი ჩემთავს გაფიცებ. სადმე წავიდეთ ეხა დასასვენებლად, სადმე საზღვარგა. დაგვიბრუნდა თამარი რა აუ და კარგად გავერთოთ. მართლაც ხო? კი, თავისუფალი ვარ უკვე. მაშინ ეხლავე მოვძებნი, რამე კარგ ტურს ზღვაზე. მიდი რა. ზღვა მინდა. განიავდი ცოტა რა. მიდი მოძებნე, მეც მოძებნი მოვძებნი, აქ რაღაცა. რაღაცები მეც მაქვს. ძალიან მიხარია. ვაიმე, მირეკავს. რა? გათიშე ხლავე. გათიშე. არა, გოგო იქნებ რა უნდა. აუ თამუნა დედას. გოგო, ეხლა არ უპასუხო, თორემ მართლა ჩემს თავზე პასუხო. ეხა ხო, გიო. აი მე რა სულელია ეს გარა. ხო, არა ვარ სახლში. ხო, გოგოებთან ვარ და თუ რამე საქმე გაქვს, აქ მოდი, გაიგე? სადიბარებ გოგო. ალო, მიდი რა მიალანძღე. შენ ბაჟბატონო მომისმინე ეხლა. ანუ შორდება, აღარ უყვარხარ და გაეთრი ამისი ცხოვრებიდან. უბატრანო ხო არ გონია? აქ მოთარეული არ დაგინახე, არ ვიცი რას გიზავ, გაიგე, შენ დეგენერატო ბიჭო, შენ მოძალადე, საქონელო. გაეთრიე. გოგო, რა სურტყავ, რა არ გალანძღო. ხო, მაგრამ ნუ ლანძღავ მაინც. ადამიანია, ცხოველი ხო არ არის, გული ეტკინება. ცხოველზე უარესია. ცხოველის აი რა. საძი აღარ მინდა. აი, გოგო, აკაგდი ხარ? ხმარა. ამუნა! ხმარა მოიღო. აკაგარ გიო. იდიოტო შენ. ნახე რა გააკეთე. აი გრეც ვიცოდი რომ ამ ბ***არებთან მოხვიდოდი, აბა. სხვა წასასვლელი სადაც არ აქვს. წესიერად გველაპარაკე. დავაი გოგო, დროზე გამოვადგი ფეხი და გამოდი სახში. შენ ჩემ დაქალებს რა გარელაპარაკები? დაკალებს კი არა, გამოდი მეთქი ხა გოგო დროზე. წესიერად მიმართე ბიჭო. მე შენ რა გითხარი რომ გაეთრიე და არ მოხვიდე აქ თქო. შენ ტანსკევოდ სუკანო ადამიანო, დაეგდე მან და შენ არავინ გეკითხებ აქ ვერას ვიზავ. დავაი გოგო ფეხი გამოვადგი დროზე. აუ გიო, მე შენ ძალიან მაწყენინე და აღარ შეგირიგდები. ხო, კარგად უთხრა. ძალიან. მე ვიღებ. გაეთრიე თქო. გაეთრია აქედან და აღარ შემაწუხო არასოდეს. შენ ესე იგი აღარ შემიდიგდები და წავიდი, ანუ ეგრე გადაწყვიტე. გაეთრიეო, ვერ გაიგე, დია. კაი, შეო ბაზარი არა, მე წავალ, მაგრამ რავი, ხელი უნდა მეთხოვა შენთვის, მაგრამ კაი, ბაზარი არა. წავედი, ეგრე გინდა? შეო კი ბატონო. წავედი. გიო, ბოლოს რა თქვი? არაფერი, ხელი უნდა მეთხოვა შენთვის, რა ვიცი მე, მაგრამ წადიო და ბაზარი არა, შენ ხო ამ შენ დაკალებს უჭერებ. აი, წავალ. არა, საღას. აუ ეხლა. ცალობას. ცალად უნდა მომიყვანო, გიო? უნდა დედას ფიქრი. ცალად მომყავა, ნოქშურთ თქვენ. აი გდია. აგიო. გოგო, მომისმინე ერთ წამით მოდი აქ, აბა. ანუ ცოლად მინდა რომ მოგიყვარო, მაგრამ ერთი რაღაცა დაიმახსოვრე, რა, ჩემი ცოლი გახდები და 24 საათი იქნები სახლში, გოგო, გაიგე? სახლს დაალაგებ, დააწკრიალებ, ყველაფერს მოვალ საჭმელს დამახვედრებ და რაც ყველაზე მთავარია, აი ეს შენი დაქალები არ დავინახო იქ ამოსული და ვერ ჩვენ ვერ გახვალ ვერსად. ხო გასაგებია? ოღონდ შენი ცოლი ვიქნები. ოღონდ ჩემი ცოლი იქნება, აი ამ შემთხვევაში თუ ამ რაღაცეებს შეასრულებ რა და 24 საათს სახში ეგდები, გაიგე? ამათან არ გახვალ. თამუნა, ანუ ჩვენთან გიკრძალავს, ხვდები? სუნთქვის უფლება მაქვს. სუნთქვის კი ხანდახან გექნება. არტო თანხმდე, გოგო, რაზე ხარ წამსვლელი თამუნა, რა გჭი? აიცა ნოქშურთ, ვაიმე ეს ჩემი ბედნიერების როგორ შურთ. ხედავ გიო. ხო და არ აუ და ცოტა ხანიც ვერ გავახვალ მე გარეთ, ანუ. ცოტა ხანი გახვალ, ერთი 5 წუთი რა, ლუდზე რო ჩახვიდე, ლუდი რო მომიდება და ლუდი რა, ოღონდ 5 წუთი, გოგო, მეტი არ ჭირდება, გაიგე? იმენა ზუსტად ვიცი რომ 5 წუთი უნდა. ჩახვალ და ამოხვალ, იფსიო, აი, მაწყობს. გაწყობს, ხო, დავაი, მაშინ დამიჩოქე. რა გაწყობს, გოგო, რა გაწყობს? 24 შვიდზე გცემს ეს პირუთხი. გოგო, ნუქშურდა დაეგდე ხა მანდ და მაცადე ჩემ ბიჭთან აუ, ლაპარაკი. ციაკო, თავი დაანებე რა, უკვე. დაეგდე, გოგო, შენ მათა შენ არავინ არ გეკითხება, მე გაჩუმდი თორე ჩამოგიღე კბილები, გოგო, ეხა შენ ამას უყურე ერთი. ანუ
ხო რა არის აბა გიშ შურიანები. ანუ ხელი უნდა მთხოვო? ხო რავი დამიჩოქე ხა კაი მიდი და ჩოქო არ და მე რატო უნდა დაგიჩოქო? მომიცი ხელი არ გინდა რო გთხოვო თუ რა არის ვერ გავიგე დამიჩოქე ეხლა არა, ხელი მინდა რომ მთხოვო, მაგრამ ბიჭები უჩოქებენ ხოლმე ესე ბეჭედსაც ვიდეოებში ხო ეგრეა. გოგო ვიდეოებს უფეხებზე მკიდე რა ვიდეოებში ეგრეა დაგიჩოქო არა ფეხქვეშ გაგეგები კიდე თუ გინდა დამიჩოქე ეხლა თუ არა და წავედი რა არა, კი მინდა გიო. აუ თამნა კარგი რა თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე გოგო თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე კი ოდა ჰა მე გაიკეთე და დავაი წავედი ამუნა ცოლად არ გაყვეთ თუ ოდნავ მაინც გიყვარს გოგა ნოქსურს ჩემი გაეტრია კედან. ბიჭედი აი. გამოდი რა ანუ მიყვები გოგო ცოლად ამ პირ უტყვის ამ არა ადამიანს ამას ой მე ბურუტები ხართ. ჩვენ ვართ ბურუტები კაი, ამბაყენე. რავაი გაყენე და ისე ხა მომინდო მაგ დავაი ხა გამოვადგი ფეხი და დავაი სახში 24 საათი წავიდა ბიჭედია გოგო არ ძალიან. გაყვე სახში არ გაყვე თამნად მოძალადეა ადამიანი გირტყავს ნახე გოგო რა დღეში გაქვს თვალი გოგო, ერთი თვალი მაქვს, მე ორივე ხო არ მაქვს. აუ ერთი რა წუთით რა გჭირს? თან როგორ მირტყამს იცი? ანუ ეთყობა რა ბუნების ძალით რო ვუყვარ ვარ დარტყმის დროს თელ ძალას არ ატანს და არ მტკივა ამის დარტყმვა. აუ დაჯექი რა დაჯექი იცი რა მაინტერესებს აი ადამიანი ვაფშე არ მაინტერესებს შენ რა გაინტერესებს მომისმინე რა გინდა აი ხო არ გიყვარს და რატომ მოყავს ცოლად აი რა გინდა აი ეგრე გოგო მინდა რომ ცოლი ეგდოს სახში რა და როცა მინდა საჭმელი გააკეთოს როცა მინდა პეროს დაუკრას და როცა უნდა მთვრას ნასკი გამხადოს აი მაგიტო უნდა ეგდოს ცოლი სახში ანუ შენ ხელი ჩამიწი შენ ცოლი კი არა მონა გინდა აუ ნასკის გახდა ვაფშე არ არის მონობა. აბა რა აბა რა არის თამნა მონობა იმ შემთხვევაში იქნებოდა გიო რო ყიზილბაში იყოს და მაშინ თხოვოს ნასკის გახდა. აუ მორჩა რა ჩემთან აუ ცხოველი ხარ ჩაულებრივი რა დაეგდე გოგო მაჩე ბარიატრით გამხდა რომ ვითომ დადგა გოგო დაეგდე თუ დაგაჭედე დაგაზილა მაგდაცი ეს უზდელია ეს აი მართლა როგორ ელაპარაკები ამ ჩემ დაქალებს გიო რა. ვის შენ დაქალებს გოგო დაივიწყე რა ერთი რა ერთი წუთი მაცადე რა აი თამუ იცი რა ვქნათ ჩემი აზრით შენს ქორწილში თეთრი კაბა არ ჩაიცვა წითელი კაბა ჩაიცი უფრო cool ვაიმე რატო ვითომ? რატო და მაგრად რო გაგიფეს წიხლქვეშ და სისხლი რო გამოასხავს თეთრ კაბაზე ლაქებად დაიტყობა და წითელ კაბას რაღაც პონჩი მოუხდება რა აი დაირევა ლამა ვაიმე როგორ ბიჭე წესიერეს ხედა ხო ხარ ვიცი ხა მეკნები დაგილეწო შეუძლო გოგო რატო უნდა მცემოს შეუძლო, ქორწილში? რატო უნდა მცემოს მაინც და მაინც ქორწილში? რავი შესულელო ყველგან გცემს და ქორწილი რა გამონაკლისი იქნება შენი კი არ მეშინია აი ნუ ურტყამ გაბრაზება შენ საკე აუ გაჩე აღარა მაქვს მომისმინე ცოლად ხომ მომყვები შენი მეჯვარე ვინ უნდა იყოს ჩემი მეჯვარე იქნება ანცია ანთათი. მომეცი აქ ბეჭედი სად არის რატო? წავედი სახში ეგენი მაკლიან ათესავად უნდა მომიტიო კიდე დავაი ნაკაკელა შენსკენ მოიკითხე ბიჭო გიო შენი ძმაკაცი იყოს ვინმე ჩემი მეჯვარე რა შენ ნორმალური ხარ მაგარი ვასკას გაუმარჯოს ვასკას დაჭი დაშვები აბა დაიწყო ბიჭო არა ბიჭო ეს მაგნიტოფონი რა თქინდა ძმობას გავიცი გვერდზე რო უყურე იმას გაუბუჭდა დინამიკები ხო ხო და გუშინ მთელი ღამე გავათრენე თო კერასინკაზე გავასხელე პაიანიკი და გადმოვიყვანე პერემიჩკები და ამის დინამიკებიდან გამოვახმაა რა აზე არა მაგრად უფრო კაია თანაგ ორი ის გამოდის გაიგე ორი დინამიკები იმას ერთი დინამიკა დაბალი ჩალიჩა ვატყვილა კი არ გიძახე დავაი დღეს იმენა ეს თუ არ დაანგრიო ჩემა ბრაზილიამ შენი საფრანგეთი აგერ ნახავ ძმა გაჩერდი ბიჭო რა აი საფრანგეთი ბოუგებს ნო გეუბნები ვასკა ძმა ეს არის შეუდარებელი ფინალი იქნება პროსტა საფრანგეთი იგებს ძმა აი გაჩერდი იმინე დააჩუქებს ჩემი ბრაზილია ატრევს ძმაო ტაფარეს ბურთი და შანსი არა რო გაუტანო დაჩოქებს ცოტა ესეთი ნათქვა ო დააჩოქებს ო და შეიძლება მოუგოს დაჩოქებით შენ კი არ გავს პარლამენტის წირო ედიკას დაუჩოქედო ჯესების მე ედიკას არ დაუჩოქე აღლილი ვიყავი და პროსტა მუხლი ჩამოვდე ეს მაგარია ხო ფიქრები ახალია ხა ეს დავიღალე ტელევიზორი ხო მოგწონს ხო ტელევიზორი მაგარი ტელევიზორია მე ედიკას გამოგზავნილია აბარა იდექი ჯახსა ტელევიზორს არ გაქვს შეხედე
ოპა, წამოვიდა თამა. ასასტარტო ხო ნახე. ბიჭო, რაღაცა სუნი არ არის ხა აი. აი თითქოს ღვინო დაიქცავა, ეგეც სუნი არ არის. მინუს ხო რაღაცა სუნია ბიჭო. არა ისა სიცხება ბიჭო და ზღრიანი ნასკები მასვია რა. გადი მე მომჩოდი. აი იყო სიცხება. ბიჭებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. რა ქნა დაიწყო ფინალი სოფლიო ჩემპიონატი. დაჯე უყურე. აუ ხო რა მაშინ ჩემება უნდა ჩაომიარო ბეტერით და დაველოდები ხო ადე დაჯები მეაუგე. ადე ბიჭო რო გეუნები დავში მაყურები ის აჰა ტელევიზორში ისკენ მოვატყო. მოადრიანი, აუ ეგრე მაგაჩა, ბაზარი არ არის, ბაზარი არის, ეგრე კარგად. რა ბრიჟა არის აქ? რა ბრიჟა? რატო წამოიღე ტელევიზორი? ხო იცი რომ ბლანკოს ქრივი იწება ეხლა. აუ რა ბლანკოსია? გადი ეხლა. არ მაინტერესა ჩემი. გადი გოვა არ გაატანო, რა კარგი არის. არა ქალები არიან მოსულები და ამას ველოდებით მთელი ერთი აუ პირა. მეტა ვინმე წაიღოს ეს ტელევიზორი იმენა გადავატარებ დავუხვედა ბაცი, აი ღირსი ხარ, მეტის ღირსი ხარ, შევარნაძეს რომ დაუჩოქე, მაგიტო ხო? აი ამათნაირებმა ირბივან კალაში იტოვით. რა კალო. დაუჩოქე. ცხალი აიტანებიდი ბესულაპარაკოს. ხალი კი არა, ჯერა საწოდაობა არის რომ 22 კაცი დაძდებს ამ ერთ ბურს და თქვენც კიდე დოკლაპიებივით გახართ. აი თათი რა გეხვეწელი. ბლანკოს ქრივი რა არის? ბლანკოს ქრივი რა არის? აბიცი ვაფშე. ცოტა ხანში მოვალ იცოდე და აი ამას ხალი გამოგიჩა. გააყოლე, წყალი მიდი აიტანე. მე უნდა გავაყოლო ეს. ხო გააყოლე, ბარემადი ხარ სახში და. აი შენ. აი აუ საუ ბიჭო, ვასკა რას ფიქრობ ხა ვინ მოიგებს, ა? საფრანგეთი არ არსებობს, საფრანგეთმა მოიგო. გამორიცხულე ბრაზილია დაანგრილის მაო. გეუნები ძმა მოიგებს საფრანგეთი და აგერ მე და აგერ თქვენ შეხედეთ რა. რას მოიგებს საფრანგეთი ბიჭო? აგერ ნახავ თუ არ მოიგებს, ბრაზილია ძმაო, ბიჭო რა მოდი მაინტერესებს ეს ზიდანი ვინმე ახალია თუ რა არის მაგარი ბიჭია ძმა. ბიჭო რა რიცი მე მგონი ერთი თამაშის ფეხბურთელი ამან არ მგონია გაკაჩოს მაო. მეც ეგრე მგონია თო, კაია. საფრანგეთის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არა. აუ ისე ბიჭო იმენა ტემპი ვაფშე მაგარი მოსაწყენი თამაშია თო რაღაცა ვერა ხო, რა მუხტი არა. შეხედეთ რა ბუზასა. ბრაზილია არიან ტექნარები ძმაო, თავარია ტექნიკა, შეხედე პროსტა რაც უშვი. ამაზე რანაირად ამბობთ, მუხტი არა აქვს. ძმა პროსტა აი რას დაიწყო არაფერი არ ხდება თამაში. შედმოვას მაგარი მოსაწყენია ძმაო იმენა აბა რა არის რანაირად ბიჭო შეხედეთ იმენა შეუტია პასი წავიდა და აი საგოლებო შეხედეთ. გაჩერდი ბიჭო ეკი არა მაგარი იყო ძმაო ჩვენ მხედრიონელი ბიჭები ვავდით ზღვაზე და პოლიციის შენობას რო ბეტერით მივადექი და ტაკ ეგ იყო მაგარი მაგის სიგარეტი რა არა ძმა რა სიგარეტი სად არის სიგარეტი? აიცა გექნება ой ბიჭო სიგარეტი გააქვს არა სად გარბიხარ მე შენაბარო მოდია ბიჭო აუ ეს გიჟი აიმენა. გიჟი უძახედა ძმაო ნახე მე მოგვარებულია კი ჯაბასთან არის ხო ეს ერთად დარბიან რა გიჟებივით ეს იმენა ჯაბას კაცია და საღოლ ძმაო საღოლ ბიჭო დავიდა წავიდა რა. ბიჭებო სიგარეტის მოძიეთ გენაცვალი ლოკები მოიტანა. საიდან ეს იასნია საიდან და იქიდან საიდან მოგვიტანა კაცმა და მოწიე ჭეჭკე. რა ხდება ახლა წავიდა შეხედე არაფერი ჯერ 0-0-ია. აპანი. ყიბულში უნდა ვიყიდო ბინა. $150 საიდან გაქვს შეპირას. просто ერთი წლის დაზარდი ბურაკი. ბიჭო და 60-იანში მიცვლია. ბურაკი უნდა გაწყალო 60-იანში ბიჭო? იყო სეჩო ბინა არის. რა თქინდა ძმაო? ყიბულში თუ საღაცა რა თქინდა? შენისთანებს იმენა ვეცებ შემწმობას პიცავარ ეს ვინ ყოფილა აგარი გაღადაო ჩემი ძმაკაცი მეუნება რომ დიდი ღომშიო, короче 1 ჰექტარი მიწა არის $100 თუ ჩემ. იყიდეო, რა იცი რა დრო უნდა მოვიდეს დიდი ღომში ვაფშე არაფერი არ აჩენდება, არასოდეს. ანგრევს კარი. 1 ჰექტარი მიწა ბიჭო $100 რა ასამბობ. ვასკა რა იცი. არა, შანსი. არა ბიჭო, ეგ რომ რამე ის იყოს ვინ დამასწრებდა მაგის რა ჩემ ფეხებად ვინა დიდი ღომში მიწა. სიძულო არ ვიცი. ვა. ეგრე ძმაო ერთი შეხედე ვა ბიჭო რა кай სუნია რა კაი თო რა რეალი სუნია ხო ტყუილბორს აკეთებს ვიღაცა უეჭველი ხოცა ტყუილბორს რა უნდა ინგრედიენტები რა არიგა ტყუილბორს არ წყალი გალინა ბლანკა და ხმელი ქინძი და ადუხი ხოცა კომბოსტა და კარტოფილი
კომბოსტო და კარტოფილი მართლა ბორშია შე. აუ მართლა ბორში, მაგრამ მევასება ერთი კვირის წინ ჭამე ნათლობაში ძმაო, მაგარი რაღაცაა. არ დამთავრებულა ჯერ, არა, მაგარი მომენტები. თათი, გეხვაწები გვაქვს. დაიწყო. დაიგრეთ ამ გოგონა მე რეიმასკენი. გოგოები არიან მოსულები და რა ვქნა ეხლა? არ ვიცი რა გინდა ისქენი კაცო დავანები თავი. ტელევიზორს მაშინ გოგოებს ვეთყვი და ჩემთან ამოვართ დაბლებთ ცოტა. ოპა, აბა რას ვთქვათ გოგოები? ეს დაგვაყევინეთ. არ არის ეგა სათქვენო საყავის და ვარდის ფურცლების ლიქიორი გვაქვს ქალებს ცოტას დაბლებთ რა ვქნა. ქალების ლიქიორი. მე მოვამზადე. ქალების ლიქიორი. წავედი და მოვალ ცოტა ხანში გეკნე მომცერვე ერთი ცოტა ხანი. თულად რომ პანანის. დამთავრდეს და წაიღე თათი. ო, წადი კარგია. თავის დაბანა რომ მოგინდება, აი ეს დარბის აი მან დაგბანოს თავი. მინა ერთხელ დამაბანია თავი და ამომადინა ყელში რა. ბიჭო გიო, ეხა გამახსენე ეს ტელევიზორს რო უყურებ. შენ ის ფილმი თუ გაქვს ნანახი, აი. შენ კინოები გეოსე მო? მაგითო მეუნები ბიჭო, კინოები, ფილმები, მაგრად მე კაპიტანი ტახმაგიდო გაქვს ნანახი? კაპიტანი და არა ბიჭო, რა ფილმი. მაგარი ფილმია. არა, მაგარია. გემო ავტომატი გახტენა? არა, ვანდამი გაზის ბალონით. არა, ზო ფილმები, რა ფილმები არა. ასა, კაპიტანი ეს გესვარ. არა, შეძობა რა ფილმია. ჩავურთო ძმობას გამიწე ფერმული არა. ხოლმე განმეორება კაროჩე რა. მართლა, რომელსაც ნახავთ რომ თავდება მე რეიწება ეგ. გენი თუ დაემთხვა ეგრევე ატრაქტება. დავა ეხა მეორე გოლს გაიტანს ჩემი საფრანგეთი და მე აჩერდე ბიჭო რა გაიტანს არა ის კიდე. წავიდა ბიჭო, წავიდა. აი, ეგენაცვალე, აი ესე მოვაკეთ. აუ ნერვები მომეშალა ეხა ჩემი ნავნერი რაღაცა ტკბილი არა გაქვს ბიჭო. კამფეთი არა გაქვს. აუ ოთახური შეჩემ არა გაქვს. ბიჭო, არაფერი, მაგრამ კაი დაიცათ ერთი წამით მოვალა. აუ ჩემი რა და ეხა რა იყო ეხა ეს ვერ გავიგე. აუ გაუბედურებს რაღაცას. ბასო, აუ ასათი შენ წაიღე? ხო მე მაგ ხო. ყოჩახ მე ამოდი და ვერავანთე ის კერესინკა და ამოდი. ლიფტი ჩამოუშვი და გაგადან. აი, კაი. მომეჩავდა. ამი ჩადე რა. კალათ ჩამოუშვებ მანდადე. აიტანე, ჩავაგდე უკვე, აიტანე. შო, კარგი ამაკ. ხო ბრაზილია გაუტანო შენ. აუ, კარგი ბიჭო, მისეჭამე რა. აი, ესეც სნიკერსი, ეს ერთი ცალი თქვენსამს, ეს ერთი ცალი მე. ბიჭო, მთლიანი სნიკერსი ძმაო, აიცა რა მე სხვა ხო არ აწერია. მე რეკლამაში მაგ ნანახი, მაგრამ ნაღდი სნიკერსი რატო? გახსენია რა. მეორე კოკც მოფასგაფიცე. ანუ ეს მე და ეგ სამი თქვენ გაიყავით რა. საიდან მოფასგაფიცებო? ბიჭო, აგე ჯიხუში ლავარას გამოვართვი ხარ. თავიდან კი იწუწუნა და გამიჭიანურდა, არა დამნებდა ბოლოს რა რასიზავდა. ბიჭო, ესე რო არ გავხსნათ 60-იან შეულებრივად გადავსვით, აა? ყიბულში კი. დაში სამოთახიანი მოგიბაც. გეუნე ვიცი. აუ, ჩემი. რა დროს ფეხბურთი თამაშია თქვენი და ანა ფინალს უყურებ ხალხ ფეხბურთისა. ბავშვები არის. ადიგე. თორე დაგიჭეხავთ ამბულ თქვენი. ესეც ბავშვები არიან, ბიჭო, თორე რა დროს ფეხბურთი თამაშია. ფინალია მაგის. ხელი დაგადავა შეიძლება ასე. წავიდა, აიხლა, ნაი, წავიდა. არა. აგარი. ეს არა თამაში. აი ბრაზილია, ძმაო. შენგენ დაალაძიც მაო ეს ყოფილა ზიდანი კი არა რა ვიცი მაო რა ვაფშე საიდან მოვიდე ზიდანი ჩანდაბა შენ ზოგ ერთი თამაში აეცამ ახალგაზრდა ახი რა დარბი შეგვიძლია საღოლ მაგარი თამაში ეგ არის ძმაო მინარი აი ხოთი ძმა გენაცვალე აი რას ვამბობდი ზოგ შენ რას ამბობდი შენ ხო ვამბობდი რომ რას ვამბობდი ბიჭო საფრანგეთი მოიგებს საფრანგეთი ვამბობ ბრაზილიაო და მე დააჭოთებს მე ბიჭო ანუ შეო დავთავდა მაგარი მაგრა გვასიამოა ტელევიზორმა და ბიჭო ისა დავთავდა ხო ფინალი ანუ ის საკაიფოდ გაძო არა აკულატორმა დაიმა ყველაფერმა რა აუ ჩაულებრივად კი მა იმენა მაგარი შენ ძმობას ფიცავარ ოპ რა საკეთე რა შვები რა საკეთე ოპ ქალებს უნდა სერიალის ყურება და ეხა ბლანკოს ხრივი იწყება სად მიგაქვს მაო ერთი რა არის ბიჭო რამე პრობლემა ხო არა არის მაო ხოდავსიო დავაი დაიგდეთ მას უნდა უყუროთო და
აჰა, ძმაო, შენი მაგარი კაციო. რა ვერ დაამთავრეთ, შუა ნაწილს მაინც მაყურებინეთ, ხო შეიძლება რომ დაიწყო. რას უყურებ ჩემბეგებს უყურებ, წაიღო იქ. გამოვგლით. ვაიმე. სად არის ტელევიზორი? წაიღო იქ. აიღო, ხედიო. ვინ წაიღო? გიორგა, ვინ წაიღო? ვაიმე, ხო გითხარი რომ გამატანეთ მეთქი, ქალები არიან მოსულები თქო, თქვენ რო იცით როგორ ველოდები ბლანკ, საით წავიდა? აი იქ წავიდა. აი, მაგას თუ დედა არ უტირო და კოჭები არ დაუხრიტო. მე ვიყო არა უნდა ვუძო. საით წავიდა ზუსტად? არ ვიცი. ნახე, ხალო პიანინო. მოდი აქა, აი დავინახე. დროზე ტელევიზორი გადავა. მოდე, ხალო პიანინო. გამარჯობა მობრძანდით. მადლობა რომ ჩვენა გვირჩიეთ დავბრძანდით. მადლობა თქვენ. როგორი ჯელტმენური საქციე. დაგიძახებთ რომ დავბრძანდით. რავი, სტილობ. სპეციალურად ძალიან მომწონს ჯელტმენი მამაკაცები. გაიხარე. ეს მე რატო? შენახე მე არა. გთხოვ, ოღონდ არა. აუ, კარგი ეხლა გეხვეწები. ჩვენი პირველი პაემანია თათი გთხოვ ეხლა რა. აი ნახე კალორაშს ვიცავ როგორ მკაცრად იცი თან ძალიან ბევრი წელია რაც ესე ვცხოვრობ და მე წყალს დავლევ. არა თათი გთხოვ ეხლა წყალს დღეს ვერ დალევ, იმიტომ რომ პაემანზე ვარ და მინდა რომ გაგასინჯო, აქ უგემრიელესი კერძები აქვს და მაგიტომ მოგიყვანი აქ რა. არა რა გთხოვ. ჩემი ხათრით გთხოვ ეხლა. აი ძალიან ვცდილობ რომ ყოველთვის ისე ვჭამო რომ რაღაც 800 კალორიას არ გადავწდე და დღეს იყოს მხოლოდ წყალი. სხვათა შორის მეც ვცადე და ნებისყოფა არ მეყვიცი რა. კარგი რა, რატო? იცი როგორ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც იძახიან რომ ნებისყოფა არ ყოფნის. ნახე რას გასწავლი? მოდი ამას აქ დავდებ. ყველაფერი შეგიძლია ჭამო აბსოლუტურად, ოღონდ 8 საათის მერე საერთოდ პირში არაფერი არ გაიგარო. ვერ ვახერხებ. იდეალური, კარგი რა. აუ, ჩემი ხათრით გთხოვ ეხლა მიმტანს და უძახებ და რაღაც შევუკვეთ. გთხოვ. რატომ მაძალებ? კარგი. მაშინ რაღაც გამარჯობა, რამე მსუბუქი. თუ გაქვთ მაგალითად მწვანე სალათი, კიტრი და მწვანე ფოთლები. ცეზარი სალათი შემიძლია. არა, ცეზარი არა, ხო არ. მსუბუქად მაიონეზის გარეშე შემიძლია. არა, მაიონეზი არა. ხო, მაიონეზის გარეშე სალათი. მაიონეზის გარეშე არც მარილი, არც ზეიტუნი ორი წვეთი. კარგით, კი ბატონო, თქვენ რას ოკეი, ქათამი მინდა ბროწეულის სოუსი თუ გვაქვს. შემწვარი ქათამი, კი ბატონო. კი ბატონო. და ხაჭაპური იყოს. კი ბატონო. მინდა ხაჭაპური? კარგი, გთხოვ ეხლა, მინდა რომ გასინჯო. გასაგებია. ახლავე. ხო. აუ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესე შევხვდით ერთმანეთს რა. აი, რა საქმიანობ, რას მოგვაწევ ხა. საინტერესო. ნუ ბევრი გვისაუბრია, მაგრამ უფრო დეტალურად მაინტერესებს. ჯიპა დავამთავრე მარკეტინგის მიმართულებით და მე პროფესიით მუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. სახიობი მინდოდა გამოსულიყავი, მაგრამ ნუ არ გამიშვეს შემებმა და ამიტომ მარკეტინგი შევარჩიე რაღაცნაირად. აი, მე რავალი მოვიდა, მადლობა. მინებეთ ეს თქვენ სალათი? ამას სუხარია? ეს თქვენ არა, დიეტურია ყველაფერი. ხო. არა, ეს სუხარს არა, მე მადლობა ძალიან დიდი ძმაო, გაიხარე. აი, შენ თავს ხაჭაპურიც ფალი იქნება. გაიხარე. აი, იმიტომ მოვედი აქ, რომ ყველაზე მაგარი შემწვარი ქათამი აქვს. აუ, არა. ჩემი ხათრით აი. არა, ქათმის კანიში არის ძალიან ბევრი კალორია სხვა. გავიგე, უბრალოდ გთხოვ, ჩემი ხათრით, აი ძალიან ცოტა გასინჯი, აი ძალიან რატომ მეკცევი ესე? აუ, გთხოვ რა. აი რა. კარგი, მე ცოტა გასინჯი. აუ, ძალიან პატივს გცემ, ცოტა რა. აი, ელემენტარული, აი ბარკალი აიღებ. მე არ შენ თვითონ მომიტეხე. აი თუ არ დაგაძალებ, თუ გინდა ბოლომდე ნუ შეჭამ. გასინჯი რა მაგარია. მაგიტო მოგიყვანი აქ თუ გეუბნები. მიჭირს. ეს რა ჩამადენი? მე არა. რა ვიცი. სალათს აუ ბუდიში ეს უნდა გავიხსნე ერთით უნდა გადავწიო რა თორე ძალიან მეტყობა? არა. ამის დედაცვად. სალათი? სალათიც უნდა ხო. მე თავში ვახსენე რომ სალათი და ბოსტეული არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუ სალათი, ხორცი ცილა, ბოსტეული ცილა, ბოსტეული. ორგანიზმი.
ხო ის მეც ხაჭაპური მოვიდა. თქვენ ხაჭაპურიც მადლობა გაიხარეთ. გიძრებთ ხო? დღეს მიკეთებთ. რატომ ეკცევით ესე? აუ თათი რა მინდა რომ გითხრა. პირველი ნახვით შეყვარების თუ გჯერა. ეგ მაინტერესებს. პირველი ნახვით? ხო, აი პირველი ნახვით რომ ადამიანი გიყვარდება მაგის. ეცით როგორ არის? ხონ მეტყვი? არა, ხო. ანუ პირველი ნახვის არა, მე ვფიქრობ რომ ჯერ ადამიანებმა უნდა გაიცნონ, ერთმანეთი კარგად უნდა დააკვირდნენ და მე შეიძლება ხოლმე შეყარება მე იყოს. ხო, ის გემრიელი ჭამა ყვარებია ესე. ვინ გამიკეთა მე შე? ო, კარგი მადა გაქვს ფოტოშოპში. ძალიან კარგია. ვერ გაიგე, კარგი მადა გაქვს მეთქი. კარგი მადა გაქვს, კარგი. ვერ გავიგე. გააჩერე 2 წამი ყმები და გაიგონებ. კარგი მადა გაქვს მეთქი. აი მე. ამებს რატო არ ჭამ? არა, ეგ ცომია. ხო. აქ არის ესენი. აი იყოს მე შევჭამდი მან. აი. ცოტა ხანი რა. ჩაიტანოს. ხო არა. ნახე ბიჭო როგორი შემო. ხო. ბრალია. ხო რა უკნა. რატო გამიკეთე? ეს გაიტანეთ. რას ამბობდი? რა მაინტერესებს? ხო. ანუ პირველ კოცვნაზე რას ფიქრობ? ხო ეს ეხლა ხო როგორი უხერხული ეს არ ვიცი რა ხო რატომ მეკითხები? აუ ძალიან მეუხერხულება მაგრამ აუ აქ ძალიან კარგი ლოქო აქვს ხინძმარში და ნიუ-იორკში ბევრი ხოხდებით და ღორის ჩლიქები და ხაში და მინდა რომ ჩაუფუშფუშდე და ხალხი წავშვა და შემოვიღო და კარგად რომ ჩავწია ნიუ-იორკ წყალში თათაზე ცილა გამარჯობა ეს რესტორნის ხარჯზე გენაწვალე აუ არა კიდევ ხომ არინებებთ რამეს არა ძმაო არაფერი მადლობა გაიხარე არა სხვათა შორის ბორანო გვაქვს ძალიან გემრიელი ბორანო გაქვთ? ბორანო რა აუ ბორანო არ იცი რა არის? აუ ბორანო აუცილებლად იცი რა კარგია ბორანო ცხიმიორი რომო მაგარი ჩადებული არის ეს რა და კიდე რა გაქვთ? აი ისიც ბიჟიტი გაქვთ მაყვალში. ბიჟიტი ცხემალში. მაყვალშიც გვაქვს ცხემალში. ცხემალი ცალკე და მაყვალში რო იყო. კი ბატონო ცხიმიანი თაშმიჯაბი გვაქვს კიდე. თაშმიჯაბი. აუ ძალიან კარგია თაშმიჯაბი რა თაშმიჯაბი. აუ რატომ ეცევით ესე? თაშმიჯაბი მართლა არის რა არის? ანუ აუღწერეთ რა როგორია თაშმიჯაბი. ეს ერბოში კეთდება ცხიმიანი. იცი რა მაგარია. სახეზე წაისვა. სხვათა შორის ოსტრი ხორგნება. ოსტრი როგორ ხორცი ჩაშუშული ჯაშუშაკ და მერის თუ ჩაშუშულიც გვაქვს შეგვიძლია საკონლის. ნაბიანი ოსტრი არის ეს ცოცხლად მწვანე. ლაბიანი ძალიან კარგია. დიდი პორცია ეგნებათ პატარა პორცია. აუ რომანდომებთ. ის აქვს ხახვები ყრია თვითონ. ის ზემოდანაც აქვს ცოცხლა. ქინძი ხახვი. კი ცოცხლა. აღარ გინდა მეტი შეთავაზება გთხოვ რა უბრალოდ ერთი სუპი მომიტანე რა მე კი ბატონო სუპი კარგით მოგართვე კარგით სუპი კაია ხო ხო ეს რა ჩია ჩია არის ძალიან სასარგებლო ხო მკითხე კიდე რა გაინტერესებს აი მაგალითად ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებ? მე მაგალითად გულს უფრო რა, აი გული ძალიან კარგია, გულიც მიყვარს, ცოტა ხავში და ერბოში ფილტვიც მიყვარს, ფიჟვი, აი ეს ბილი, ხავში და ცხიმში და ცოტა ნიურში და ქორბა. შენი ბრალია ყველაფერი. აი მე მადლობა. რა მოვიდა? როგორც იქნა მადლობა. ხენი სუპ ხარჩო. აი მე როგორ. თქვენ გაგესინჯავთ თაშმიჯაბი როგორ მოგეწონათ? აუ წაი. ოსტრი ხო გემრიელი იყო ამას ეხლა ავალაგებთ ყველაფერი. ხომ არ დაამატებთ კიდევ რამეს? ღორის კანჭი მინდა ერთი თუ შეიძლება. ოღონდ ერთი წუთით სანამ ღორის კანჭს მოიტანთ, გამასინჯე ცოტა. ვიცი? ანუ ეს რაღაცა შევჭამ თქო ვიფიქრე და. მოიცა, იდიოტო.
ღორის კანჭზე საუბრობდით. ხო, ღორის კანჭს რაც შეეხება სამწუხაროდ სამზარეულო უნდა დავკეტოთ. სამზარეულო უნდა დაკეტოთ, ძალიან კარგი. სამზარეულო უნდა დაიკეტოს და ამ არა, ერთი წუთი რომელი საათია? ისა 8 საათი ხდება რა ისა. რომელი? 8 საათი. საათია. არა, ერთი წუთით 8 საათზე რატო იკეტებთ? ღორის კანჭი ახლა ხო არა, შეგიძლიათ? იცით რა არის? არა. არა, სამზარეულოს სულ კი არ ვკეტავთ, ხალბატონო. უბრალოდ პროდუქტები გამოგველია, მზარეული არის ბაზარში წასვლა. 2 საათში იქნება ყველაფერი მზად. ღორის კანჭი შეგვიძლია. არა, 2 საათში. თავიდან ჩვენი რესტორნის ხარჯზე მოგართმევთ, არ იქნება პრობლემა. არა, ზმაო. ანუ 2 საათი ახლა რომ მოგცეთ, თქვენ შეგიძლიათ რომ მოიტანოთ ღორის კანჭი, ხო? არა, 2 საათი. ალადეცით ხლათ დაჭრილი რა. კი ბატონო, მაგასაც ეგ დავაწევ ცოტა მუჟუჟი, ნიორ წყალში ჩადო და ისიც რა. მანამდე ხომ არაფერს მიირთმევთ. დესერტი შემიძლია შემოგთავაზოთ. დესერტი. რა გინდა ზმაო, ანუ დესერტი აღარ გვინდა ხო? მოდი იცი რა ვქნათ, ეს აიღე. ამას ავალაგებ. ეს არა, მე თვითონ ნახე ეს რო ავალაგოთ და დესერტი რის გაქვთ? ტორტი შემიძლია შემოგთავაზოთ. ხო, პატარა ნაჭერი აი საზაფხულო ხილის თორე სეზონური ხილი. აი მარცხვი, კივი, ბანანი, ყველაფერი რო გავშვა. კი ბატონო, რამდენი ნაჭერი გნებავთ? რამდენიანი გაქვთ? გვაქვს 3 ნაჭრიანი. არა, 5 ნაჭერი, 15 ნაჭერი, 20 ნაჭრიანი. არა უკვე კვერცხები, 20 კვერცხიანი, 40 კვერცხიანი. 40 კვერცხიანი. 40 კვერცხიანი, კი ბატონო. კივი. კივი სეზონური ხილი იქნება. მოწვიზე პატარა ესე. ბოდიში, მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ რა. მარციპანი. ბოდიში, მე დაგტოვებ. თქვენ ესე კარგად საუბრობთ, რომ გეხვეწებით, ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა, იმიტომ რომ რავი, თუ ძმაკაცობა გინდა, ვიძმაკაცოთ, კაი მჭამელი ხარ და ფეხბურთები დაიწყო და თუ გინდა ვიახლობთ. ხა, კარგად აბა. გეხვეწები რა. ვაიმე. საწავიდა კაცო. ცუდად ხო არ ხართ? არა, ცუდად გაიტანა. მოდი რა ერთი წუთით რა, ანუ 2 საათში ხომ მოვა. 2 საათში? ის ხილიც ხო იქნება. კი ბატონო, ხო და მოდი რა, ეხლა ეს ავალაგოთ, გავიტანოთ ეს. არა, იყოს ამას აალაგებენ, ხო და იყოს. დაჯექი რა, კაცი მარტო ჭაბაშიც ცოდოაო, პროსტა დამიჯექი და მელაპარაკე რა, მე არაფერი არ მინდა. მოდი რა დაჯერა. ესე იგი ტორტი რომელი გნებავთ, რა უთხრამს არა? ბანანი, კივი, მოცვი. მოვა, ეხა ოსტრს გაგასინჯებთ, როგორ ხმოჩაშუშოს მოიტანს. ხალადეცი გვაქვს კიდე. ხაშლამა სულ ახალ ხორციერი წასული მზარეული. ხაშლამა თუ კუპატი? უფრო კუპატი, ალბათ, უფრო კი კუპატი. დიახ, თქვენ რომელს აი, იცი რა ზეპლასდები ახლა? აი, კალორიების დიეტა როგორ დამარღვევინა იმ ტუტუცმა ბიჭმა. და თქვენც უბიძგეთ. აი, მიდი გაიქეცი მუჟუჟზე. კარგით, ეხლა ღორის კანჭზე დავატრიალებ. მოგესალმებით, ფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა შენთვის და მე მისი წამყვანი თამარ სულუაშვილი გახლავართ. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, სწორი კვების როლზე ჩვენ ცხოვრებაში, ასევე შევეხებით პირის აპარატს და სწორი მეტყველებას, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოკლედ გპირდებით, რომ დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. ესენი არიან ფსიქიატრი ბატონი ვასილ დვალი, ნუტრიციოლოგი ბატონი გუჯა მდორეული და ლოგოპედი მერი ბზიავა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის. და პირველ კითხვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აინტერესებს ჩვენს მაყურებლებს, ნუტრიციოლოგ გუჯა მდორეულთან გადავარ. დიახ, გესმით. ყველას გვაინტერესებს, როგორია თქვენი დილის რუტინა. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, ძალიან მიხარია რომ სტუმრად მომიწვიეთ და რა თქმა უნდა, ეხა ჩემი დილის რუტინა იწყება აუცილებლად გახოხული პურით და ავოკადოთი. დიახ, საინტერესოა. დიახ, ეს აუცილებელია, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ გახოხული პური და უბრალოდ ავოკადო უნდა მიირთვა სულ ყველამ. ავოკადო სულ ყველამ, იმიტომ რომ თუ ავოკადოს არ მიირთმევთ, ჩათვალეთ, ის დილა დაკარგულია. მოდიში ერთი ძალიან საინტერესოა. ანუ გახოხული პური და ავოკადო. დიახ, გახოხული პური და ავოკადო, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს ავოკადო შეიცავს იმ ყველა მინერალს, რაც ადამიანს ჭირდება. დაიცით რა უნდა გითხოთ, ეს გახოხული პური და ავოკადო რამდენად ნორმაა და ანუ დამაკმაყოფილებელია ეს ორ ადამიანის ორგანიზმისთვის? არის თუ არა სავსებით საკმარისი? აჰა, გეტყვით, კი, რა პრობლემაა? ესე იგი, დიახ. პირველ რიგში რა ხდება, იცი ეს
ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, ანუ თავარი არის კალორიები რო დათვალოს. ანუ კალორიები რო დათვალოს, შეგვიძლია მივიღოთ სადღაც მაქსიმუმ 1500 კალორია. საკმარისია. 1500 საკმარისი, ხა მე მაგალითად გახუხულ პურს ავოკადოს ვშევჭამ, მე მაგალითად ჩიხითმას ვაყოლებ, ხან კანჭის მენიუ, გააჩნია რა გვაქვს ბოზბაში და ხო ხვდები, ანუ სხვადასხვა ისენია რა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხისთვის. რა ეს დედამო ვისთვის ვაწორებ ამას? გასწროთ. ბატონო ვასილ, დამშვიდით ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გვიყურებენ ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხისთვის. ბატონო ვასილ, ცოტა ხანში გადმოვალ თქვენთან კითხვით, მანამდე მინდა ისევ ბატონ გუჯას ვკითხო. წონის კლებასთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინოს ამ შემთხვევაში მაყურებელს? გეტყვით, ეხა მე წეა როგორც გითხარით, ანუ აუცილებელი არის წონის კლებასთან დაკავშირებით, ანუ ეს კალორიები რო ვთვალოთ რა, კალორიები რო დავთვალოთ, ეს არის ანუ მაგისთვის აუცილებელი და თუ კალორიებს ადამიანი გათვლის ეს დიახ ეს მიჩვე უბრალოდ ხო ხდებით რა შენის ხო და ადამიანი კალორიებს თუ დათვლის ანუ ეს არის როგორ გითხრათ ან დაუწერელი კანონია ხა 1500 კალორიას თუ არ აღაცდები ადამიანი არ გასუქდება გამიგეთ ანუ ეს ყველაფერი ნებისყოფის ამბავია რა ხა მე მაგალითად არ შემილია ხა ავოკადოს მე ჩაკაფული თუ არ ვჭამე ხო ხდებით რა იქ კანჭის მენიუ იქ პატარა შემწე რაღაც მაგრამ ვისაც ნებისყოფა აქვს ავოკადო მარტო ავოკადო და გახუხული პური ანუ თქვენც არ ყვებთ ყვებას ხშირ შემთხვევაში გერყვებათ ხო ნუ ხანდახან იშვიათად და ეხლა რამდენი კილო ხართ ეხლა 56 ბატონო დიახ ეხლა ვარ მე 56 კილო 56 დიახ მაგრამ არ გეტყობათ რომ 56 კილო ხართ აი ეს დაახლოებით ვიტყოდი რომ 120-130 კილო აი ზუსტად არა მე გახლავთ 56 კილო ეს არის ოპტიკური ილუზია რომ იყურებ დიახ თორე ესე 56 კილო ვარ ხა ხო გონი ვარ 130 მაგრამ არა 56 კილო დავიკელი სხვათა შორის მე ამ გახუხული პურით და ჩემი კალორიებით თვლით და დავჯექი 56 კილოზე 56 კილო დაიკელი და ეხლა ხართ 56 კილო დიახ 56 ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ როგორ გეკადრება კარგით ბატონო გუჯა ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით აუცილებლად სხვა კითხვებით ეხლა მინდა გადავიდეთ ჩვენ შემდეგ სტუმართან თანამედროვე ფსიქიატრის ქართველ წარმომადგენელთან ფსიქიატრის მედიცინის დოქტორთან ბატონ ვასილ დვალთან ბატონო ვასილ დიახ მოგესალმებით როგორ ხართ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ბატონო ვასილ თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა მდგომარეობაა დღეს ხალხში და როგორია მათი ფსიქიკური მდგომარეობა დღესდღეობით დიახ მოგესალმებით ყველას მინდა რომ მივესალმოთ თქვენს მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის იცი ცოტა რთულად არის საქმე მაგრამ ნუ ყველაფერს ეშველება მინდა ვთქვა მე მინდა ესე გესაუბროთ საერთოდ ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე მაგალითად ყველა ადამიანი სრულიად მშვიდია ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს მათადე რა დავაპოლოვეთ დიახ მოდი შევხვდი უკაცრავად და მინდა რომ საერთოდ ყველა ადამიანი თვითონ შინაგანი სამყარო ინდივიდუალურია ყველა ადამიანს და მე მინდა რომ ეს ჩვენი შინაგანი სამყარო აი ბატონო ვასილ მინდა ჩაგეკითხო ნუ მოწყვეტინე გეხოცები ნუ მოწყვეტინე ყველა ადამიანი დადე დედამო ხო გავასწორე დადე ბატონო ვასილ ნუ ნერვიულობ დამშვიდით და იცით როგორი სიტუაციაა ერთმანეთს უნდა გაუგოთ საზოგადოების წევრებმა და უნდა ვიყოთ როგორც ერთმანეთის მიმართ მობიერები ბატონო ვასილ აი პაციენტები ნუ მაწყვეტინებ ნუ გამაწყვეტინე კარგით გასაგები აი რატო გამაწყვეტი ხა რა დავიწყე აღარ მახსოვს რა არა ერთი კითხვა მინდოდა პაციენტებთან დაკავშირებით რომ ანუ ხო და რაღაცას ვაპირებდი და ვეღარ დავაპოლობდი რატო გამაწყვეტინე რატო გამაწყვეტინე თქვენი და პაციენტის ურთიერთობა აი ბოდიში ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვასილ კი რა თუ მომიყვანე დამალაპარაკი და თუ არ თუ ბაჭი წავალ არა ესე ხდება ხშირ შემთხვევაში წამყვანი ერთვება კითხვი ძალიან დიდი მადლობა მე გადავალ ჩვენს მესამე სტუმართან მოდით ახლა ლოგოპედი ქალბატონი მერი ბზიავა მოგესალმებით ქალბატონო მერი ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ მოგეხსენებათ დღეს ქვეყანაში მოსახლეობის 80% არ ლაპარაკობს გამართული ქართულით
სალამი ქალბატონო თათია ძალიან მოხარული ვარ მართლა რომ ამ გადაცემაში მომიწვიეთ აი საქართველოში თვითონ ჩვენს ქვეყანაში საქართველოში არის აი უდიდესი პრობლემა მეტყველებასთან დაკავშირებით მართლა გული მეწვის შვილებს ფიცავარ რამხელა პრობლემაც არის საქართველოში ამხელა პრობლემა სხვა ქვეყნებში არ არის არსად აი ამის გამოსწორება შეიძლება აი ნამდვილად არ ვიცი აი რა პასუხი უნდა გაგცეთ ნამდვილად აი მუშაობ რა თქმა უნდა ყველანაირად ჩართული ვარ ამ საკითხში აი მაგალითად საქართველოში ხო ფერების ცნობაც არიციან აი ის რომ რულჯია და წითელი არ იცის ხალხმა ბოდიში რა ბოდიში ჩავეჭრები რა არა გეხვეწები რა ლურჯი ხო რულჯია მართლა არ იცის ხალხმა ბოდიში შეგაწყვეტინებთ რურჯი თუ ლურჯი დიახ რულჯი რაც შეეხება ეხლა აი მართა აი არ ვიცი უბრალოდ შოქში მაგდებს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში აი მინდა რომ აი გასწავლოთ ეხლა რაც ყველაზე მთავარია რა აი მინდა რომ რაღაცნაირად აი რბილი ლის პრობლემა ყველამ ერთად ხალხო ყველამ ერთად გამოვასწოროთ რბილი ლის პრობლემა გამოსწორებადია ხო რა თქმა უნდა ყველანაირად და თქვენ როგორ მქონდა თქვენ თავიდან ეს პრობლემა რბილი თქვენ შემთხვევაში ხო არ ყოფილა და მე იმუშავეთ და გამოვასწორეთ ჩემ შემთხვევაში არა რას ლაპარაკობ გასაგებია ეგ სასაცილოა აი ნახეთ როგორ უნდა გამოვასწოროთ ნახეთ შემოხედეთ თქვენ ცოტა რაღაცებში ჩამეკითხეთ ძალიან არ მომეწონა და კიდევ ერთხელ მაგას რო ვიკადრებთ მე მეც ძალიან უკადრებელს ვიკადრებ თქვენ დამშვიდით თუდად ეხლა რაც შეეხება ნახეთ როგორ ვასწორებთ აი ესე լ რო არ გამოგვივიდეს ენა მიგვაქვს სასაზე აი ბოლოში და ნახეთ როგორ აი ესე უნდა გამოვთქვა თვითონ լ მაიმე ბატონობას მე მგონი ენა გადაეყლაპა თუ რა ჭიკასხელი არ მოგინო ჭიკასხელი არ მოგინო ბატონობას ხო კარგად დამიგრია წამოაყენეთ ბატონობას აი მე არა მართლა აგანერვიულეთ ეხლა ყველა არა მოვედი აქავარ ამ ქვეყანაში ჩემ საქართველოში დავბრუნდი რა ხომ კარგად ხარ კი ყველანაირად კარგი გავაგრძელოთ რა ძლივ საწყობილი დამიგრია შენი კარგით მეგობრებო, ვაგრძელებთ გადაცემას და შემდეგი კითხვით გადავალ ბატონ გუჯასთან. ბატონო გუჯა, რისთვის არის ზოგადად კარგი დილის კვება? ან რა უნდა მიირთვას ადამიანმა საუზმეზე? თუ შეიძლება ბევრს საინტერესებს. გეტყვით, რა თქმა უნდა. ესე იგი, იცით, როდესაც სხეული დილით იღვიძებს, ის არის როგორც დასვენებული, ასევე გადაღლილი. თქვენი სხეული რომელზე იღვიძებს? ჩემი სხეული რავი, გააჩნდეთ 11-ზე 12-20 წუთზე. კი ბატონო, გავაგრძელოთ. პირველის ნახევარზე ხო და ანუ სხეული არის გადაღლილი და აუცილებელია რომ სხეულმა მიიღოს ცილა. ეხლა რა არის ცილა? ხო ხვდებით, ანუ ცილა არის რომელიც ადამიანს ეხმარება კუნთოვანი სხეულის აღდგენაში. გამიგეთ ეხლა. ცილა სხვადასხვანაირი სახით შეგვიძლია, მაგალითად ცილა შეგვიძლია მიიღოთ ხორცის სახით. კაი ხორცი. მოხარშული ხორცი არის ძალიან სასარგებლო ორგანიზმთან. მოხარშული ხორცი სასარგებლოა. სხვათა შორის ეხლა შემწვარი შეიძლება ძალიან სასარგებლო არ იყოს, მაგრამ ძალიან გემრიელი ხარ. მე მაგალითად შამპურით და ტაფით წვადი მიჩნევ. ტაფაზე სხვანაირად გამიგე, ცოტა ხახუ, ცოტა მაგრამ ახლა მე შამპურს კი არ ვაკნინებ უბრალოდ გამიგე, მაგრამ ის სხვანაირად კარყოფილთან თუ ბოდიში გადავიღე, ხო და ცილაზე მომდა, ესე იგი ცილები უნდა მიიღოს, ანუ ეს აუცილებელია რომ ორგანიზმმა ცილა მიიღოს, რომ ის ყველანაირი კუნთოვანი ყველანაირი ცილა მადლობა ბოდიში რა ხო, ანუ თუ გვინდა რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და ჯანმრთელი ვიყოთ, ერთ სიტყვით უნდა მივიღოთ აუცილებლად ცილა. ანუ თუ გვინდა რომ ჯანმრთელად ვიცხოვროთ, აუცილებლად უნდა დაუჯეროთ ბატონ გუჯას და მივირთვათ ბევრი ცილა. აუცილებლად. იცით რა არის, კალბატონო, ხა მე მაინც ვფიქრობ რომ ადამიანში მაინც ყველაზე მთავარი გარეგნობაა რა, ეხა ვიზუალი გადამწყვეტ როლს ასრულებს ეხა ნებისმიერი ადამიანის ურთიერთობაში გამიგეთ და სწორედ ამიტომ არის ჯანსაღება აუცილებელი და სწორედ ამიტომ უნდა მივიღოთ ცილები რა ეს არის ნამდვილად ანუ კარგი ვიზუალის გარანტია მე მაინტერესებს თქვენ თუ გიცდიათ ოდესმე სწორი კვება არა იცით მე მაგის ნებისყოფა არ მაქვს სამწუხაროდ და ჭარბიწონა არ გაწუხებთ არა მომატებული კილოგრამებს როგორ იცით რა არის ჯერ არა მაგრამ თუ შემოწუხებს მივხედავ არა ეს პრობლემა
ანუ თქვენ სწორი კვების რეცეპტი გააქვთ რამე თუ არა, მე გითხარით მე მაგის ნების ყოფა, არა, მაგრამ თუ შემოწყვეტ წავა თურქეთში ბარიატრიას გავიკეთებ და ამით დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეხლა მე არა მაქვს გენაცვალ მომის. ბარიატრია გამოსავალია. ბარიატრია გამოსავალი, ხა მე არა მაქვს 100 გრამი მოხარშული ხორცი, 200 გრამი კარაქის, რაღაცა ყველი კითხს ვდიო, სად შემიძლია გენაცვალე. ანუ ნების ყოფა არ ყოფნით. ნების ყოფა არა მაქვს, წავალ თურქეთში ბარიატრიას გავიკეთებ და всё ეგ არის, კაცო, დავისვენებ, ამოვისუნთქავთ. გასაგებია. ბოდიშეთი. დაანებე რა გეხვეწები რა კაცი არა ხარ დაანებე ამას თავი რა რა გინდა ჩემი ჭიქა და ჩემი წყალია და გავასწორი ვერ გავიგე ყველა ჭიქა მაგრამ ჩემი ჭიქა არ შეიძლება ყური აქეთ არა არ მოგონდეს ამას ორი ყოლე დაანებე თავი ის გავასწორე ბატონო ვასილ დაწყნარდით რა ბატონო ვასილ გადაცემაში ხარ თქვენ და ბევრი ადამიანი ერთი მკაველი უნდა იყოს ზუსტად დაშორება არც 1 მილიმეტრი იქით არც 1 მილიმეტრი აქეთ გავუსწორეთ რა ჭიქა თუ შეიძლება მე როგორ ხელი არ მოხარშეეხო ბატონო ვასილ ნუ ჩხუბობთ ძალიან გთხოვთ რა არ გვინდა კონფლიქტი რა გონიათ ეხლა ვერ გამარ თუ არ იჩხუბე დღესდღეობით არაფერი არ გამოდის არსად ამიტომ უნდა იჩხუბო და ნუ გააგებიო თუ გაიგო თუ არ და აი მაგათ პატრონს ამაშია საქმე. აი მართალია რა. აი რაღაცნაირად პირველ ნაწილში მართლა აბსოლუტურად ვეთანხმები და მეორე ნაწილში ვერ. რაში არ მეთანხმები? ხალხო მე არ მეთანხმები რამეში? მე არ მეთანხმები მაგსატურად. ავიღე მე გადავაგრებ ფაილს. შენ რამეში ეს. ქალაპარაკი არის, ხალი ლაღია. ლაღია ხალი. შენ დედრობი ხალი გაუშვი ბატონო. შენ არ ახარ სწორი ეხლა. მე არ ვარ სწორი. ეხლა ნამდვილად არ ახარ სწორი. შენ არ შეიძლება. შენ კაცი არ გია. კაცი არ ახარ შენ ხე დავიცავი კაცი არ ახარ შენ. ფილმზე ფიცავი. გაჩემო გააგზავნე შეიძლება პატრონო არა ვარ ნამდვილად მე აქ. ხელი გაუშვით ხალხო. ხელი გამიჩვა და შენ კიდე ამ ხელა კაცი რო ხარ ადეგი ბეხდი რაღაცა უთხარი ერთი. ავოყადოზე ყმი. ეხლა მართლა არ გადამაკეტინოთ ახ. თუ შენ კიდე ამ ხელა კაცი რო ხარ რაღაცა თქვი. ამ ხელა კაცი ხარ. აჰა აქ დაგივიდე ჭიქები. აი ესე გაიწევ. ყველაფერს ვიზავ იმიტომ რომ შენ არა კაცი ხარ. განფელი ცხოვრება გქონდეთ ახლა კი გაგემშვიდობებით და შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის მადლობა იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45